რას გვიმზადებს ჩვენი თანაწამყვანი დამანგო ჟღერია, რომელიც სად არის არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგ ადგილას არის და ძალიან კარგი ამბებით არის ჩვენთან. აბა, სალამი, დამანგო. სალამი ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით. წელს პირველად გერთვებით და მე მინდა რაც კი პირველ იანვრიდან დღემდე ყოფილა ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. მე ახლა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვიმყოფები, სადაც ზამთარში გაგიკვირდებათ და 157 თეატრალური სეზონი გაიხსნა ისე რომ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის და არ ვიცი როგორ თქვა, ძალიან გრანდიოზულად, ძალიან კარგად და დეტალურად ამ ყველაფერთან დაკავშირებით სახიობი ჩვენი თეატრის დირექტორი ბატონი კოტე მჟავია გაგვესაუბრება. მოგესალმებით ბატონო კოტე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ თანამდებობას, გისურვებთ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს. თქვენი მოლოდინები როგორ გამართლა და რა ელოდება ბათუმელ მაყურებელს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ძვირფას მაყურებელს და სტუდიაში ჩვენს მეგობრებს. კარგად აღნიშნეთ თქვენ რომ გრანდიოზულად გაიხსნაო. მე მგონი მართლაც გრანდიოზულად გაიხსნა 157 თეატრალური სეზონი ჩვენს თეატრში. ცოტა დავაგვიანეთ სიმართლე გითხრათ, ზამთარში მოგვიწია სეზონის გახსნა, მაგრამ ღირდა მე მგონი ლოდინი იმდენად ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და თუ ასე გავხსნიდით არაა პრობლემა. კი ბატონო, სადაც ბატონი დამანგო ერთ-ერთ თავარ როლს თამაშობდა ამ სპექტაკლში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. დარისპანის გასაჭირით გავხსენით. დავით კლდიაშვილის უკრავი პიესა, ბატონი გიორგი კაშია რეჟისორი და რა ვიცი, თუ მარტო ჩემს გემოვნებას რო არ დავეყვნოთ, მე მგონი საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოყვა და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, მაყურებელი კმაყოფილია როგორც ვიცი. ნამდვილად ასეა და დავადასტურებ კიდევ ერთხელ იმ ამბავს და ბოდის მოუხდი ყველას, ვისაც მოსაწვევი ვერ გაუგზავნე. მაპატიეთ მეგობრებო, რა ვქნა ჩვენიც გაიგეთ. სამწუხაროდ გვიჭირს ბილეთები, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ასეა. თან სამწუხაროდ თან მადლობა ღმერთს რომ ასეა. და ახლა რა ელოდება, როგორც ვიცი, 28-29 იანვარს არის პრემიერა დაგეგმილი და შემდგომ 7-8 თებერვალს. 28-29 იანვარს მცირე სცენაზე დაგეგმილია პრემიერა ალექსეი ჩიყნაძის უხერხემლო რეჟისორი ბატონი გაგა გოშაძე. მუშაობს ნიჭიერ გუნდთან ერთად, ჩვენს მსახიობებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროექტია, საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი უნდა გამოვიდეს და გამოვაკიდებას დარწმუნებული ვართ თავისი საინტერესო სათქმელით. ამის შემდეგ 7-8 თებერვალს უკვე აქ დიდ სცენაზე გეგა გაგნიძის საავტორო პიესა დარქვები იქნება წარმოდგენილი მაყურებლის წინაშე. ასევე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ესეც საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი იქნება თავისი სათქმელით. ამის შემდეგ ისევ ბატონი გიორგი კაშია შემოგვიერთდება უკვე რევიზორი გოგოლის ესეთი უკვდავი კლასიკით და უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ბატონ გოჩა კაპანაძესთან, რომელიც დადგამს ამის შემდეგ სპექტაკლ ჯაშში მხოლოდ ქალიშვილები მიდიან. ახლა დავფიქრდი სეზონი ჩვენ მართლა ზამთარში გავხსენით თუ როგორ არის საქმე? მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გავხსნენით, ამდენი პრემიერა იგეგმება. კი, ესე მოგვიწია, იმიტომ რომ ეთყობა მოწყურებული იყო თეატრიც, მეც მათ შორის ესეთ დატვირთულ მუშაობას და მე მგონი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს თეატრში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თეატრის უკლებლი ყველა თანამშრომლებს, არა მარტო შემოქმედებით მხარეს. მეც ვერთდები ამ მადლობას ყველას თითოეულ თანამშრომელს მადლობა. ჩვენ გამოვდივართ სცენაზე, მსახიობი იქნება, რეჟისორი იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი ტექნიკური გუნდი რომ არა და ის ადამიანები რომ არა, ვინც ჩვენ ზურგს გვიმაგრებენ, ვერასოდეს ვერ დავიმსახურებდით ამ ტას და აპლოდისმენტებს, რაც იყო 14-ში. გასტროლებთან დაკავშირებითაც ვიცი რომ იგეგმება საინტერესო სიახლეები და კიდევ ერთი ექსკლუზივი გვაქვს სპეციალურად იმედის მაყურებლისთვის, ჯერ არსად არ გაჟღერებულა და ამაზე ბოლოს ვისაუბროთ. გასტროლებთან დაკავშირებით, აი რას გეგმავთ თუ შეიძლება? 27 წლისათვის როგორც დამპირდნენ, რაც ვიცი, იგეგმება პარიზი, ნიცა, საკმაოდ საინტერესო გასტროლი თუ არ ვცდები. ეხლაც გეგმავთ უახლოეს მომავალში გასტროლს და რადგან ჯერ გადაწყვეტილი და დადასტურებული ზუსტად არ არის, თავს შევიკავებ და კონკრეტებისგან კვირდები თქვენი მაყურებელი პირველი ექსკლუზივს გაიგებს ჩვენი გასტროლის შესახებ. საკმაოდ მზაობა არის საიმისოთ, რომ ჩვენმა თეატრმა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში საქართველოში მოგზაუროს თავის სპექტაკლებით, არამედ საზღვარგარეთაც მოგვიწიოს საკმაოდ საინტენსიურად
საგასტროლო ტურნეები. და ამისთვის მთავარია რომ მოგეხსენება ცოტა სპექტაკლების ნაკლებობა იყო და ეხლა უკვე თამამად შეგვიძლია წავდგეთ მაყურებლის წინაშე. ძალიან თამამად და მოდით ახლა იმ ექსკლუზივზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ახლა უნდა ვთქვათ პირველად ჩვენი ტელეკომპანია იმედის და ჩვენი ოჯახის ეთერში. ძალიან მოკლედ რო გითხრათ, უახლოეს წარსულში, სულ რამოდენიმე დღის უკან ჩვენთან იყო ჩამობრძანებული, მე ვფიქრობ, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო რეჟისორი ბატონი ანდრი ჟოლდაკი, რომელთანაც მივაღწიეთ შეთანხმება და ბატონი ანდრი ჩვენთან დადგამს ერთ ძალიან საინტერესო სპექტაკლს. და ძალიან მოხარულები ვართ, მინდა გითხრათ, რამე თუ ამ ადამიანმა გამოთქვა ინტერესი ჩვენს თეატრთან და ჩვენს დასთან მუშაობის და საკმაოდ აღფრთოვანებული წავიდა ჩვენი მასპინძლობით და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მათი მონაცემებით, თქო, ნიჭიერებით თუ როგორ არ ვიცი და იმედია საინტერესო პროექტს და საინტერესო შედეგს დავდებთ უახლოეს მომავალში. ეჭვის არ მეპარება რომ ასეთი აღფრთოვანებული წავიდა, იმიტომ რომ ბათუმის თეატრს მართლაც მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო დასი ყავს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი სიახლეები გველოდება მომავალში და ძალიან მაგარი პრემიერებით გავახარებთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. დიდი მადლობა ბატონო კოტე, რომ ჩვენთან ერთად იყავით, ჩვენთან ერთად იყავით და გისურვებთ მრავალ წარმატებას. გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, ისეთი კარგი ამბები გითხარით, რომ აი დავიწყეთ დღე კარგად, ასე გაგრძელებული იყოს და მთელი წელი გქონოდეს ბედნიერებით, სიკეთით და სიყვარულით ახსავსე. კოცნით, გეფერებით და ბათუმის დრამატული თეატრი გელოდებით პრემიერებს. ჩვენც კოცნით ტამანგო ყველას თელ შემოქმედები ჯგუფს და ერთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება ვიდრე გადავალთ სტუმრებზე. ტამანგომ ძალიან სევდიანად ერთი წინადადება ასე რაღაცნაირად აღმოხთა, რომ სამწუხაროდ მოსაწვევებს ვერ გიგზავნითო. მეგობრებო, მე მგონი დროა რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ თავად ჩვენს თავზე ზრუნვა, ვიყიდოთ ბილეთი, იმიტომ რომ ჩვენი ნაყიდი ბილეთი ისევ მათთან მიდის და რაც უფრო მეტჯერ ვიყიდით ბილეთს, მით უფრო მეტი სპექტაკლი გაიგრძნობა ჩვენთვის. ასე რომ ნუ ველოდებით მოსაწვევს, ჯობია თავადვე ვიყიდოთ.